Ani mivdivart Carrefourში იმისთვის რომ ვიყიდოთ გემრიელობები. დიდი მადლობა ლიკას და ძალიან დიდი მადლობა მაიას მოგვიანებით ნახე TBC-ზე ჩაურიცხია მაიას. ანუ საქართველოს არ მალე ვნახულობ. TBC რომ მქონდა ხოლმე მიჩვეული არ ვარ და ქვიან უყურებ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძირფასა გოგოებო. ეხლა ყველას რასაც არჩევენ იმას ვუყიდი გემრიელობებს. ხო დღესაც და ხვალაც. ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ ძალიან და აი ისეთი სიხარულია ახლა აქ ყოველი აი რა ვიცი ყველაფერი რომ მეტი არ შეიძლება რომ იქ ბავშვს იმას უყიდი ბავშვს ამას უყიდი და რავი მეც და მე გემრიელ ნაყინს ვიყიდი გავიმეტებ ჩემთვის ყველას ვინც ჩამირიცხეთ აი ყველასაც თავად არ ჩამოვთვლი ვინმე რო არ გამომსჩეს აბსოლუტურად მას უღრმესი მადლობა მიყვარხართ ძალიან და მილიონად დაგბრუნებოდეთ ყველაზე მეტად როცა გჭირდებათ თქვენ საყვარელ ადამიანებს ყოველთვის არა ხო ყოველთვის დაგხვედროდეთ წინ თქვენი სიკეთე და სიკარგე მადლობა ძვირფასებო დიდი მადლობა აი ფატიბებიას ნაჩქარი ფულით ნაყიდი ესენი აციაევით უნასრა კარგად გამოგვადგა ჩისტიკები ვითარი წავიდეთ წამო Carrefourში მოდი გაკოჩვე თავში აი მე ლეკვი ტაქსა ეჭირა ვიცი ხელში და ძერს ქვია დაღმა დამსულა გამოვიქეციო და უკვე ბილდი ქონდა მოდელური აი კლავზე ტაქსა ლეკვი სოფიანი არის კოსმეტიკი ბიჭს ხელში ეჭირა და ძაღლს ყერზე მძივი ეკეტა რო ხდებოდეთ რა ვიცი ესე იგი ჩემო ძირფასება ყველასთვის ვიყიდე ნაყინები აი ვისაც რომელი გვინდოდა ეხლა მიდიოთ სანაპიროზე და მე შევჭამო და ასევე მას ვიყიდე შოკოლადი ჩემსაც შავი შოკოლადი ვიყიდე და კიდევ ვიყიდე თეთრად სუპები და ძალიან მინდოდა იმ დროს და არ გამომეწა ხის თხილი იმიტომ რომ ისაც 9 ლარი და პატარა ესეთი კონტეინერი 27 ლარი კილო და ისე ძალიან მინდოდა მაგრამ არ გამომეწა და დღეს გამომეწა თქვენ დამსახურებით და ვიყიდე შეგვიძლია მე ჩასვლა. ახლა ჩად აი იქ ჩამო თუ გინდა ნაყინი. აურად აია წამო. თუ გადავიდე წამო ხაიმე. და წამო სანამ ნაყინი არ გადოდა. წამო მამა ხაიმე რა ლამაზია. რა სილამაზია. ნები საკასერჩერადი სუპერი მოაკ თავის ახეს ხსნეი სუპერ ჩუმჩუმად მილენიუმის იმედია გემრიელია ძალიან გემრიელია აკაი უკრაინაჩკა უკრაინა აუ აკაი მწვადი სუნია ეს იგი სადაც არ უნდა ვიყო, ცოცხალი ვარ, მკვდარი ვარ, მწვადი სულს ყველგან ვიგრძნობ. ეს რა ადგილია? ყოველ სილამაზე. ბაღაყის ხმა გესმის? აუ დავეტევი. დიდი კანგურუ დავეტევი. Andrea მესაიღო, აი ეს რაღაცა. ვინანეფო თქვა, მაგრამ მაინც ავიღებო და მეორეც აიღო. იაფიანი. აჰა. აი, საჩემი. ევას უკეთეს ვაძლევდით, მაგრამ ცხალი და არ აიღო. ეს ნაყიდი ისინი შოკოლადები და ეს.
მაღალია რა ერთი სართული. ელი. გაიღიმე. ეგრე არა. ნაყინები იყოს გაპარი. To the memory of Donna Petunia. God bless. სუპი გაიგეთა. ძრიანი სუპი. ხოდა რაღაცა რა ვიცი ასთია. გინდა გასინჯო და როგორი ამიქი არ გამისინჯია ჯერ მეო. ვიცოდი საწოლიდან მოვედი. ტიტვენი ახლა და ამას კალორიას არ ჩაუწვია ესა იმას. ვიპარავ. აბა როგორია? ყველი აქვს? ყველას ეს არის დასი. აუ, გემრიაია. მწარიც არის. ძალიან კაია. ცოტა 500 მეტრი არ უნდა ღირდეს წესით, მაგრამ. ეს უზე გახსნილი იყო? მაგის გასინჯო უნდა და ბავშვს. ამინახე პროფესორ, აი, გიფიცები რა ენერგიას დავდივარ, არ ვიცი. 14000 ნაბიჯი მაქვს გამოდე, 14000 ნაბიჯი ეს რაც მაქვს, არაც ეს გამოდე. გუშინ ვიზახდი მოხსენი მე რეკორდით იმაზე. 13-ზე, 13-ზე. დღეს 14-ია. დამშვიდობის ახალხო. ზუხალ 14000 ნაბიჯი გავიარე და დილაო ვიდეო არ აიღებითებს და მე ვგნება რომ დედა კათრინდაო, ანუ ეს იმას რომ ნიშნავს რომ ადგომა სურს. მენა ისეთი დაანგრეული ვარ, ისეთი. და კიდე აქ სახე სულ მიკრიალებს ცხიმიანობისგან, არ ვიცი რატომ. სხვადასხვა ყოველ წელს ესე მაქვს თავიდან. თუ ბოლომდე. შეიძლება თავიდან ვაქცევ ყურადღებას, არ ვიცი, ხომ ნახოთ. რომ რაღაცაში ტონაც ის მოგხოლმე თითქოს ზეთი. სახეზე და არ ვიცი რატომ. დღეს მინუს უნდა შევხვდე. ვღელავ, იმიტომ რომ კალორიებს ვითვლი. მაგრამ სადაც ვიქნები, იქაც დავითვლი. მაგრამ მაინც მალქის. ადრე ელსა კალორიებს ვითვლი, არსად არ დავდიოდი. აი საერთოდ არსად. ძალიან ცუდი იყო ეგ. ანუ როცა იწყებ ჩაკეტვას, როცა აღარ გადიხარ მაგის გამო, ეგ არის პირველი განგაშ სიგნალი. კაი, დავიდეთ თორე იქას გამოვართვევინა ის მუსიკები და და თავისი დროგარი გამორჩო. მე ვაიძულე. აუ ეს აქეთ ცოტა წამოვიდა.
ოშამ ხალხზე შევწყვეტ. კიდე დაუწიო. Bra. მართლა ტონა ის მაგხოლმე ხალხა. იქ ცოტა ინტეგრაცია. სახეზე. სეთი. შიგნიდან აი ისე მწურია ისე რომ ახლა სხვა დროს ადრე როცა შიმშილს და სკოლას ვერ ვასხოლებ პირველ რიგშიაც გავაკეთებდი ოდენობის ეთნო შევჭამდი შეერთხო მე ვიხდებოდი რომ სულაც არ ვიცი ესე ზღარი განცდა ვიცი ნახეთ ეს თემუდა რომ გამოვიწერე Хочешь? Ჩვენი ვრადმადგება. ой, ჩამიაკი. კბილებს ახლა უთქვამთ გავიხეხავ და ვაიმე ჩამივარდა. და მე ესე გავაქცევ სამზარეულო და. Okay. აი გოგოს ყოზე მიიღეს. რატო არ წახვედი შენც? გუშინ რა ვიყიდეთ? ჩემთვის შავი, ევასთვის ეს მილქას დაადო ხელი 7 ლარი ღირს. მილქას შოკოლადი. არა, 5 და რაღაცა ღირს თბილისში, რა ვიცი, მე მგონი 10 ღირს ეგრე. ეს რო არ მემეტებოდა ჩემი თავით, ეს 27 და 50 ღირს კილო და ეს აი 9 და 55-ის, მაგრამ ისე მინდოდა ხისტხილი. ისე მინდოდა და აი სამ გუშინ რო ჩამირიცხეს გოგოები მოფული. მე გავიმეტე ჩემი თავისთვის. აი ესე და ეს კიდე ბავშვმა უკვე შეჭამეს ეს ჩემი всё პარკები სადაა ესე იგი ხალხო რა პრობლემა მაქვს აქაუ წყალს მე ვერ ვსვავ არა განა ვერ ვსვავ ახლა როგორ ვეცო? ამას რო დავლე. მიტრიალებს მუცელში ეგრევე, აი როგორც ფაღარათის დროს რო გემართება. ანუ ფაღარათს არ მართებს. просто აი მომიჭერს ესე მტკივა ტრიალებს, მე გამივლის. ყოველ ჯერზე როცა ამწყავსო. ახლა რო ვიყიდო მე ეს ანუ ყოველდღე ბევრ წყალს ვამე საკმაოდ და ხა რა წყალი მოვიყიდო და მარტო ჩემს სხვა ვიყიდე და ბოჩკებით უნდა ვიყიდო და ამიტომ საერთოდ არ ვყიდო და ვცდილობ რომ ვსვა მაგრამ მაინც ვერ ვსვამ წყალს და შინ რაღაც გამომშრალად ვგრძნობ თავს ხო და ევასთვის გვაქვს ნაყიდ და კიდევ ვუყიდით დღესაც იმიტომ რომ რავი ბავშვს არ ვასმევ მაინც თორნიკე და ანდრეას ერთხელ ზღვაზე და ერთხელ ჩხოროწყუში ისეთი დაემართათ წყლის ცვლილებაზე რომ არა გინეცვალე იღე მიკროფონზე არ დავასხე ესე იგი რა ახლოს ყოფილა აი ეს მოცეკვავე ფანტანები რო არის ტბა და ფანტანები რო აი მაგ ტბაზე მითხეს ხო მაგასთან ყოფილხარ ახლა გუშინ კარფურიდან წავედით გვინდოდა რომ ისა მანდ გვეჭამა ის ჩვენი ნაყინები
სანაპიროსთან და იქ დავჯექით ზუსტად მაგის წინ. ხო და იქ ჭამეთ. აუ შეთი კაი მართალია ნაყინი სულ გადნა და მოსწრებაზე იყო და ზედაც დავესხა იმ შავ ლამაზ ზედაზე. ლამაზ კი არა ახალ. ლამაზ და ახალ. ანუ ძალიან მარტივ, მაგრამ თან ლამაზ და თან ახალ მოდი ესე ვთქვა. ვიღაცა მეტყვის ხა იქ ლამაზია. არ არისო. რაოდე დედასთან და დაჭრე შემოგე. ეგენა ჩალოს დედა. მიყვარხეთე. დედას უყვარხე. ეს წყალია დე. ეს ფეიხო. კარგია. ეს ჩვეულებრივი წყალი ჩავასხი. Yes, ფეიხო is sweet. Mademoiselle, salami. რა ვიცი ნელი ამ ქოლგის დასამაგრებლად დიდი ქვა რომ მოიტან და შენეოვნები რა თუნდა საცხოვრებლად კი არ გადმოსი. ხო, მაგარი გრეიცის. გაიბედოთ და აი გავიხია, გამეხაბირი. ამერთო ანუ ცოტა გამოძინება მაკლია და ვენატრება. ეს მუსიკები ხა შემიშ. აუ, პრიკოლი გითხრათ ახლა. საბუნახოს იმას მიქნეს თუ არა. ის მქონდა გასაჩივრება მიცემული. არა. 24 საათი უნდა გავიდეს. იქ რა ვიჯექი ხარ ხო იმ დივანზე. ის დივანზე რომ ვიჯექი აი ამ მოკლე შორტით. ეს დივანი და მოკლე შორტი არის ხო იცით ისინი როა ხომე პორნოებში. ხო და მიამგონა ეთყობა YouTube-მა და დამადო 18+. ერთ ვიდეოზე თან ზღვაზე რო წავედი კუპალნიკები დავტატარე მანდ კი არა აი ამ შორტით ვზივარ იმ დივანზე. 18+ დამადო მაგიტო დივანზე შორტით ვზივარ. გასაჩივრება გავაგზავნე მაგრამ რავი არაფერი არა შეცვლილი. 24 საათიანია საღამოს ვნახე და რაღაც საღამოს იქნება პასუხი. იქ ხო ეგრე იწყება ხოლმე პორნოები რო ეს ზის ქალი დივანზე და რაღაცა და რავი რატომ მიამგვანა ეს გარემო არ ვიცი. აი მე როგორ ვიცი ნეტა იცოდეთ. ევასადა იქ კარი არ გააღოს. გუშინ კარს აღებდა. ვიტონი, იკა მოდი ადექი. ეს იქ ხوار დაუტო. ხო და მოკლედ ესეთი ამბები ხალხო ახლა ყავა ჩაი ყავა გავიკეთოთ. აი ნახე ჩვენ წყალს ახლა შეგვინდა სუს მშრალი ვარ მოვიყუდებდი ამას ვერა აბოცდი. ორგანიზმი რა მიეჩვიოს. უშენდელი დილის ვლოგი ძლივს გავაკეთე საღამოს. ხო და დღეს მე და ნინო მივიდივართ არ ვიცით სად. არ ვიცი სად. ძალიან მაინტერესებს თან ღელავი პოჩი კი არ ჩვენ ხვდებით და რაღაცა. ანუ ყვება მინდა რომ დავიცვა, არ მინდა რომ დავარღვიო. ანუ
იმიტომ რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მომწონს როცა დაკონტროლებ და არ მინდა რომ დავარღვიო მოკლედ. თანაც აქ ჩამოვედი 56 დავინახე და ისე 57-ზე ეგრევე უცებ ავარდება. ეგრევე ერთხელ რომ დავარღვიო. ხო და არ მინდა. თუ არა და ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოცოცდება. ანუ მაღალ კალორიას ვიღებ და მეც მოძრავ, ამით დავთამპლიუს ვარჯიშებ და ამიტომ ნელდია კლება. მაგრამ ესე მირჩევნია, მით უმეტეს კიდე ეხლა აქ. თუმცა დარღვევას საერთოდ არანაირად არ მინდა. ხო და რომ ვიცოდე სად მივდივარ, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, იმიტომ რომ წარმოვიდგენდი რას და რამდენი კალორია შევჭამ და ეხლა რომ ვერ ვაკეთებ მაგაზე ნერვიულობ, ხები? ხო, ადრე როგორც გითხარით, არსად არ მივდიოდი, სადაც განსაზღვრული არ მქონდა ზუსტად ყველაფერი და ეგ ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვტრიალებთ მარტო საჭმლის გარშემო, ჩვენ ვტკბებით, ცხოვრებით და უნდა დავტკბეთ. სადაა ის? ეს სხვა ნეჯიქაც ყოფილა ასეთი? რამე თეთრი მომწონს. ჩვენ დავტკბეთ აქ ყოფნით, ცხოვრებით, იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებთან ურთიერთობაც მოგწონს, მე ძალიან მომწონს ნინოსთან ურთიერთობა. სად არის კაცო ის ჭიქები? სად წაიღეს ის დიდი ჭიქები? იკა, მე მოიხედე, აბა ესეთი თეთრი ჭიქა, სად მე ხო არ ადევს? იქით. აქ არა. რა ვერ დავინახე. მანდა არა. ორი. ერთი აქა. მაშინ ოთახში ექნე. და შეიძლება ძაღლს ან ბავშვს რომელიმე სრულად დაუჯდეს. რაც დაულევი. ყავა. იქილი თავთან. შეგრე აკეთებს თორნიკი. ხო. ხო და მოკლედ. კოლს ვიყენებ, მე რაც აქვს. იმიტომ რომ ალბათ დიდი ჭიქით ამ ყავას მოსადუღებას არ ვსვავ, რომ ასე ცხელის სახით და ყავის სახით უფრო ადვილად ვსვავ აქაურ წყალს. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დროის მერე მივეჩვიო და მარტივად დავიო, მაგრამ ეს პური როგორი სიყვარულით ვიყიდა შევჭამეთქი, მაგრამ ვერ ავჭამ. ვაფშე ვერ ვჭამ. აი ხა გუშინ ხაჭაპურები ქონდა, ლობიანი ქონდა. ეს დამესვარა. შაქარი. იკა, შაქარი აღარ არის? სადა? აქიდო. ზემოთ. აქ ესე იგი კიდე ერთი რაც არ მომწონს ზღვის პირეთში. აი მარილი. ახლა ხო ჩაყარე აქ. რაღაც სნაირია, ანუ ინესტება. აქ შაქარი უდევთ ესეც დანესტილია, ანუ ინესტება ძალიან ადვილად აქ რა. ნუ ზღვის პირეთია გასაგებია რა თქმა უნდა. ну кайф там შვიდია, იმიტომ რომ იმდენჯერ ჩავყარე, ვერ აღიქოვთი.
ასე. დახარცე. Ელამაზია დე. ჭინკერბელია? ვაი, რატო აღარ ეხურება? და ესე შემოხალხო. ხო და ანუ მე მერიდება ხოლმე რა ამის ეხლა აქ ხო ვამბობ მაგრამ ანუ აი პირდაპირ ადამიანისთვის მაგალითად ამის თქმა მომერიდებოდა მაგრამ ეხლა გუშინ ვფიქრობდი რომ აი არ უნდა მოგერიდოს ეს ხო შენი ნაწილია ადამიანს ძალიან უყვარ ხარ შენი ანუ შენ შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ უყვარ ხარ ანუ ძალიან გასაგები იქნება მისთვის რომ შენთვის ეს რაღაცა მნიშვნელოვანია მაგალითად მან რო გაიკეთა ბარიატრი ახლა შე რო თქვათ შენ ხო არ გექნება არანაირი პრობლემა არ გაქვს რომ მან იმდენი ჭამოს რამდენსაც ჭამს ხო რამდენიც შეუძლია შენც ანუ იმდენი შეგიძლია ჭამა რამდენიც შეგიძლია იმიტომ რომ ეს შენი ამჟამინდელი ცხოვრების წესის და შენი სურვილის და შენი მისის არის ნაწილი და არ შეგრცხვეს. ახლა ნინოს რო ისმენდეს რომ მოისმენს გაგიჟდება საერთოდ რატო უნდა გცვენოდეს რომ მაგის თქმა ჩემთვისო აი ძალიან ისეთი აი უშუალოდ პირი და აი ჩემი სული რო იცის ესეთი ადამიანი რომ ეს ისინი ფიქრები ჩემში ხო გეუბნებით ადრე არ მივდიოდი აი უახლოესი ადამიანების შეხვედრებზე არ მივდიოდი დაბადების დღეებზე არ მივდიოდი იმეებზე ექსკურსიებზე არსად არ მივდიოდი და ახლა უნდა წავიდეთ ანუ რომც დავარღვიოთ უნდა წავიდეთ იმიტომ რომ ანუ ძალიან შეკეტილ წრეში მივყავართ მაგას და ეგ ძალიან ცუდია და თუ მაგალითად შევძლებთ რომ დავითვალოთ კიდე საერთოდ მაგას რაჯობს ანუ ცხოვრებაზე უარი არ უნდა თქვა რაღაცა ერთი მიზეზის გამო ადამიანმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ეგ მიზეზი შენთვის გაიება ნახოთ კომენტარები ეთო სალამი ჩემო საყვარელო დედის გული რანინი შორს ნუ შეხვალთო როგორ გითხრა ეთო თქვენი ყურება დიდი სიამოვნებანი მერი ძალიან მიყვარს შავი ზღვა იმიტომ რომ ჩემი სამშობლოა მაგრამ ხმელთაშუა ზღვა არის ულამაზესი ზემოდან თითქოს ზეთი მოიგდო აქ კუნძულზე ვარ 22 წელი და შეჩვეული ვარ საბერძნეთში ერთხელ ალბათ მეც ვნახავ ძალიან მინდა რომ ვნახო ოკეანეები სხვა ქვეყნები აი ხმელთაშუა ზღვა ასევე ძალიან მინდა იტალია აი რაღაც ასე მგონია ჩემი სულის ქვეყანა ხო ყველაფერი იქნება
ყველაფერს აქვს თავის დრო. ციცი, რა კარგ მიხარი ხარ რო გიყურებს ყაჩაღი იკაც როგორი გულიანი საქმე იცი ძალიან კარგი ადამიანია ხო ძალიან გამიხარდა იქ რომ მოვიდა საშინლად 10 ზღვაზე და 10 გუშინ საღამოსაც მარტო ვიყავით ეგ აღარ გადამიღია ჩვენ ვიყავით ყველანი იკა სახლში დარჩა იკა და ბონი დარჩნენ სახლში ანუ ევა სანაპიროზე იჯდა და ისა პატარა იმით წყალი წაუღეთ და იმით იმაშობდა მე რო წყალში ვიყავი, მაშინ დავინახე, რომ ჩაატარეს გასაბერი აუზი და ნუ ეხა იქიდან რას ვიზავდი, ყვირილს ხო არ დავიწყებდი და დავინახე და რა ვიცი, ეხა სანაპიროზე ალბათ ძვირი იქნება. მაგრამ რამე აი ცოტა მოდიდო ტაშტი შეიძლება ვუყირო. ანუ ეგეც შეიძლება ვუყირო, გაჩნი ეხა რას მეტყვია მხარს, რა ვიცი. ხო და ის იქ ქონდა ის წყალი და იქ თამაშობდა ქვებსყრი და მე თოჯინა სვავდა და კარგად გაერთო, კარგად იყო. არ უთქვამს რომ აი წავიდეთ და რაღაცა არა. ნუ ჩვენივრად იყო იქ. ეს რამდენი გრამია? წონა. 252 გრამი. სადღაც 1200-1300 კალორია. ეს. ვაიმე, ჩემი გულის რევირქმნობას ეს უნდოდა. ნიორი. მერცო. და სულ გამხადა მაქსუნმა. ისეც ხო. გუშინ შემომთავაზა გული მე ნიორი მშველისა და მეთქი ნიორი აი ზღვაზე მემართება ეგ. ესე იგი რომ ჩავალ ზღვაში და რომ ამოვალ ზღვიდან საშინლად მერევა გული. ხო და აი ესა. მე ნიორი მშველის. ნიორი რო შევჭამო. ნიორი მშველის გარა ეგ ფსიქოლოგიური ისა. ციცინინი გიყურებ და დღითი დღე ხდები თან საგრძნობლად გეტყობა ძალიან გიხდება პატარა გოგოს გავხარ სკოლის მოსწავლის მადლობა ძირფასო ხო მე მიხდება სიგამოთრე ხო და მოკლედ ყველანი ვიყავით სანაპიროზე იქ არ წამოვიდა მე წავედით კარფურში ვიყიდეთ გემრიელი ნაყინები კიდე ეს სუპი პეპსი რძე და ეს და შოკოლადები და აი ესე გავატარეთ დღე. არ უყვარს აქაურობა დიდად სინამდვილეში იქას. თავი მტკივაო, ცუდ ხასიათზეა სულ. რა ვიცი, აი ზღვაზე რო ხარ და ზღვაზე არის ბანავებ, ესე იგი, რავი. მიზეზი გაქვს, ხო? იკა, ესე დროსაც მეცინება რომ უნდა მეწოდებოდეს იუმორი აქვს, მაგარი იმდენი ფიცი. იუმორი კი ბატონო, ნატო. აი იკაც ყოჩა, როგორი გულიანი მზრუნველი ბიჭი ხარ. ვაი მე როგორი სუნიდად გამერთო. თა რა ვთქვი მე კიდე მოვიდა და აქ შეჭამა. ციცი მიყარხარ ჩემო ძირფასებო კარგი დასვენება, მადლობა. მანანანი იტალღებს მოერდა კამერა არაფერია ტალღებთანო. ხო, აი, ერთად ის კამერა იცი, ზღვაში რო ვარ, ვცნობ როგორ იჩუტება. საერთოდ ეს კამერა არ ვარ განუ, იჩუტება. ვბერავ ყოველი წასვლის წინ. თინათინ ნინი რა საყვარელია ევა, მომავალ წელს შესაძლოა უკვე თვითონ შევიდეს წყალში. ძალიან მიყვარხარ პატარა ევა. კი, შეიძლება მომავალ წელს შევიდეს და წელს თუ არ შევა, არაფერს არ ვეტყვი. ესეც ამაზეც კმაყოფილი ვარ ხო გახსოვთ, საერთოდ სანაპიროზე არ გამოდიოდა ბავშვი. მარი, კარგი დასვენება. იბედნიერე ნინი, მადლობა ძვირფასო. შეირგენი დასვენება, მინდა იყო ძალიან ბედნიერი, ევა ძალიან ლამაზო. ნინიკომ დამიწერა. მანანა, ევას ზღვა მოუნდა და მზე არ გქონიათ საყვარელი ევა.
ნანა ძალიან კარგი ქალბატონი ხართ, ნინი მიყვარხართ დიდღექსა და დიბედნიერად მუდამ თქვენი ოჯახით. მადლობა ძვირფასო. ნათ ნინი დაიწყე დიოდი დაისვენებ, რასაც გვია 3-4 პროცედურის შემდეგ. ფეხებზე იძახი ხო? ზიანო ბედნიერი დასვენება მთელს ოჯახს იმსახურებ ნინი. მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ქვანცა ძალიან მიყვარხარ ყველა მთელი ოჯახი. ევას ხელა იყო ჩემი გოგო დედაჩემმა ზღვაზე რომ წაიყვანა. ზღვაში შეხავდა და ფეხზე მოკიდებული მაკაკასავით გამოყავდა. თან კიოდა всё, ბაბუკა მეორე დღე რომ გადიოდნენ ერთი და იგივე ხალხი ხვდებოდა, ვინც კი ხედავდა ყველა ყვიროდა. всё, ბაბუკა მოდისო. თეა, საყვარელი ევი. მადლობა თეა ძვირფასო. ლარი ლამაზი და საყვარელი ოჯახი. თეას ძალიან გამახარა, მოუწერია. გოგოებო, თუ კი სადმე მომწერეთ და არ მინახია, არ მიწყინოთ. ძალიან გთხოვთ. შემთხვევით შევედი, შემთხვევით კი არა, იმიტომ შევედი ინსტაგრამის მესენჯერში რომ მენახა, ანუ ამ სახლის ვისგანც მაქვს ნაქირავები, ეგ წერს ხოლმე ინსტაგრამზე, რა ვიცი რამე ხო არ მოუწერი, ამით კი შევედი შესამოწმებლად რა და ბოთიში მაშინ შემხვდა ისა არიო წაუკითხავ შეტყობინებაო და აი ეს ნინი გამარჯობა ჩემო საყვარელო მე შენი დიდი ხნის მაყურებელი ვარ კომენტარს იშვიათად წერ ამ ბოლო ხანებში ხშირად გიკომენტარებ ასე ვთქვათ მიყვარხარ მთელი თქვენი ოჯახი ეს ძირედია დიდი არაფერი ბავშვებს ნაყინი რომ უყიდო ზღვაზე ევის ვარდისფერი ნაყინი რა თქმა უნდა მარწყვის როგორ მიყვარს გულს მithbობს სამივე შენი შვილები იხარე და იბედნიერე შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად ხო და მე ის ვარ რომ მითხრა და ესა ყოველდღე რომ უყურებს შენს ვიდეოებს და დადებითი ენერგიით ივსება ჩემს გულში ხარ მიყვარხარო და მე ვთხარი რომ ძალიან დიდი მადლობა და ასევე ის ვთხარი რომ ალბათ რო არ მენახა მეთქი რაც იფიქრებდი თქო ჩემზე და მე შენზე არასოდეს ცუც არ ვიფიქრებდი და ისე გამიწვა გული ისე გამიხარდა რომ აი არ ვიცი უზომოდ გამახარე ძვირფასო ასმათი ყველანი სამზარეულოში იკა რამდენი ვიცინეო თეამ ბონირა საყვარელია ნინი დეიდა კარგად გამოიყურება ყურადღება უხარია კარგი ადამიანია ასე კი თავისა შვება მადლობა ძვირფასო გაიხარეთ კარგები ხართო მადლობა თათია სხვა მაგარიანი მეც მიყვარს ძალიან ევიტო და გეგატოლები არიან მგონი და როგორც ევას ისე გეგასაც არ უყვარს არც ზღვა არც მდინარე მიორთ მეც მიყვარხარ თათი ძვირფასო ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ხარ და გაფასებ რომ ბოღმა და აი ეს რაღაცა შენში არ დამინახია ყველაფერს კარგს გისურვებ ნონა ნინი პატარა გასაბერი აუზი იყიდე და ზღვის წყალში იწომბალავებს იქნებ მერე გაბედო ზღვაში შესვა კი ვუყიდი არ ვიცი ამდენ გაბედავს იმიტომ რომ იცი წყლის კი არ ეშინია იმის ეშინია უფრო რომ ისა დიდია ეს ზღვა მე მგონი ანუ გრძნობს მაგას Roblox თევზის რამდენ ნაჭერ შეჭამნინო აი ვერაც საყარელი ხარ მინდოდა ამაზე მიპასუხა რამდენი შევჭამე და აი ესე ხო დაჭრეს ანუ ესე ხო ჭრიან თევზს და გამოდის აი ესეთი ნაჭერი ანუ ერთი ნაჭერი ორ ნაჭრად აი და მე კიდე შუაზე ჩაჭრეს ეგენი რა შესაძლოა ხო ხდები ანუ ერთი ნაჭერიდან გამოვიდა ორი აი ეგ ერთი ანუ ეგ ორი ჭამე ერთ ჭამას ოღონდ ნახევარი დამრჩა ანუ ერთი ნახევარი კი არა ერთიდან ნახევარი ანუ მეოთხედი ვერ შევჭამე დავიტოვე და საღამოს დავასრულე მაგრამ თევზს რო ჭამ ანუ ამ თევზს ოღონდ სხვა თევზები არ არის ესეთი ისე ანუ ცხიმიანი და ნოყიერი იმ დღეს მე ვერაფერს ვეღარ ვჭამ აი ისეთი კალორიულია გუში კალორიულია ნოყიერია გუში საღამოსაც ეგ ვჭამე და მაგის მერე შო ну ნაყინი და მორჩა მე არაფერი აღარ მიჭამე ლელა ძვირფასებო რა კარგია ზღვა ევა წელს სხვანაირია ზღვის მიმართ გაზრდილია ძალიან შიში დაწლია კი ძვირფასო იმიტომ რომ ძალიან ვეხმარებით ყველანი
ლელა ევა რასაყვარელი ხარ გაიზარდე დიდი სასახელო გოგო ბედნიერი ელენ აუნინი რა მაგარია თითქოს მე თქვენთან ერთად ვარ ბედნიერი დასვენება ძალიან მიხარია ეგ ირმა ევიტო გვანცა ევა ძალიან მიყვარს ევა ძალიან მიყვარ ხარო გვანცა კარგი დასვენება ჩემო ნინი ძალიან მიყვარ ხართო გვანცა ნინი სხვა მართლაც ბედნიერება კი საოცრება მარიამ ნინი ლამაზო რა კარგია ზღვაზე კარგი გოგო ხარ მაგარი გოგო ხარ ძალიან მიყვარ ხარ მადლობა ჩიკო აუ რა კარგია ზღვა ნინი მე ქობულეთში ვისვენებდი ქობულეთიც ძალიან კარგია თამუნა კარგ დასვენებას გისურვებთ მადლობა ძვირბაძე ზოია მოგესალმები ნინი ბედნიერი დღეები მადლობა ნაცია ზუსტად ეგრე მეტყობა ძვლები გულმკერდზე და რაღაცნაირად კომპლექსი მაქვს რის ისაყვარელო ეს ულამაზესია ნუ შეიძლება ვინმე მაყოდეს მე გითხრა ბავშვობაში რამე და იმიტომ ჩვენ ხო ეგრე გვაქვს რომ ბავშვობაში რომ რაღაც გვეტყვიან მე ჩვენზე მოქმედებს აბა ვნახოთ თხილი რამდენი ცალი თხილი გამოვა 10 გრამი ძალიან მიყვარს ეს თხილი 2 გრამია 1 ცალი ზოგი უფრო პატარა 7 8 9 და ნახევარი ავიღე 11 გახდა 9 ან 9-ამდე, ნუ 10 ჩავთვალოთ რა. იმას ერთს ვერც მომავს, ესე იგი 2 4 6 7. 7 აი ეს სომა. არ არის დიდები რა. ათიგრამი. აი. ახალია მგონი. თუ არა ვერ იქნება ახალი. აბაკაია. მიყვარს ეს გამო. 670 კალორია 100 გრამს. მოსამია. 670. ანუ ეს არის 67 კალორია. 10 გრამი. ინგა, ევა, რასაყვარელი ხარ, ჩემო ჭრიჭინა, ჩემო პატარა ჭრიჭინა. თავის ბაზარში მივდივართ იმაზე. გვანძამ. ჩემო ძვირფასებო, კარგი დასვენება, ჩემო გულებო და კარგებო. ნათია, ნინი ბედნიერი დასვენება. ზეინაბ, ნინი, შერიფ ხიმშიაშვილი იყო დიდი თავადი. ზემო აჭარის უკანასკნელი მთავარი. გენერალ მაიორი, საზოგადო მოღვაწე. 1829 წელსაა დაბადებული. აჭარაში განსაკუთრებით მის ზემო ნაწილში გავლენიანი და მთელი მხარის ბატონ-პატრონად ითვლებოდა ხიმშიაშვილების გვარი. არ ვიცოდი. მივხვდი რომ ვიღაცა ისეთი იყო, რომ და ისეთი სახელი შერიფ. შერიფი ალბათ სახელი იყო, ხო? ახლა წოდება საქართველოს შერიფი არ გქონდა და. თუ გქონდა. ნინი, ძირბაძო, როგორც ვიცი, ამბანის კოშკში ასვლა 20 ლარი ღირს უბრალოდ რო გადმოიხედო. უიმე, ჩვენთვის თითო ყველანი რო ავიდეთ, ესე იგი რა, უიმე, არა. მარათონიკეს უნდა და შეიძლება რომ მაგალითად მარათონიკე ავიდეთ და ანდრია. ევას მაინც რა თუნდა იქ ასვლა. ეგრე შეიძლება.
3-ია, მას 60 ლარიც ბევრია. ინგა გამოთო მადლობა. პარა ევა როგორ გავს იკას ბედნიერი დასვენება. ეს არ მეცნობა, ნიკი. მადლობა ძირბაზო. რუსო გულებო შვიდობით სულით ხორცამდე 7 დასვენება მინდა გისურვო ნენიევიცა ძალიან მიყვარს როგორ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ ძვირფასო უკვე გუშინდა იმებზე წავედი კომენტარებზე მოკლედ ეს ეხლა ჩემო კარგებო ძალიან მიყვარს რომ მინდა რომ იმდენი ძველი კომენტარია ხა საკითხულები რომელიც მაგდა რატო ვერ დავაგულე არ ვიცი ცისფერი ფინჯნები შეიძლება იქ მიყვასო ხო ცისფერი ფინჯანი რომელი მახალ ხოლმე არ ვიცი აი ეს ყაზიც მინდა გასვლა მინდა ვნახო მინდა გნახო მინდა გიმღერო ჩამოლამოსო თვალები კი არა დასრულია ზღვის ფერო ზღვას მომღერი ვარ ვიცოდეთ ვერ თუ აკაია სხილი აი ესე ვაჭმევ ამათაც 10 გრამობით ხაპარ მიყვარხართ დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი დამიტოვეთ კომენტარი რომ გაიზარდოს არხი და ვისაც სურვილი გაქვთ დონაციისთვის პირად ნომერს და მონაცემებს ბანკისას დავტოვებ აღწერაში ახაც ვიტყვი 2500100325 ყველგან კარნახავ ხოლმე ამას მეებში რა ქვია ორნაბით შეგეთებს სადაც ბარათი მაქვს რა ესე პირად ვიცი ერთადერთი რამე ალბათ რაც პირად ვიცი ჩემი მონაცემებიდან მიყვარხართ გაკოცეთ და მადლობა ყველას ვინც დანაცია ჩამირიცხეთ ვინც მომავალში ჩამირიცხოთ და თუ სადმე რა მომწერეთ და ვერ ნახეთ მაპატიეთ და კიდე მომწერეთ რომ ნახვა აუცილებლად მიყვარხართ